მოგესალმებით, გამარჯობათ, მე ირმა ინაშვილი ვარ, ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ჩვენ დღესაც ისევე როგორც სხვა დღეებში ვისაუბრებთ თქვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის მტკივნეულ პრობლემატურ საკითხებზე. დღევანდელი დღე მინდა დავიწყო იმითი, რომ მოგილოცოთ ფერიცვალების დღესასწაული და გისურვოთ ფერისცვალება სიკეთისკენ, სიხარულისკენ, თქვენი ოჯახების კეთილდღეობისკენ. ძალიან საინტერესო რამ თქვა პატრიარქმა რამდენიმე ხნის წინ, მისი ფრაგმენტია ეპისტოლედან, სწორედ ფერიცვალების დღესასწაულს ეხება. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფერიცვალება მოხდეს ჩვენში. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა მეტი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. ეს არის ფრაგმენტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ეპისტოლედან, ერთ-ერთი ძველი ეპისტოლია, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოხატავს დღევანდელი დღის არსს, რომ ჩვენ უნდა ვესწრაფვოდეთ მაღლა ადითო უფლისკენო. არა მატერიალურის მოხვეჭაზე უნდა იყოთ ორიენტირებულნი, არამედ იმაზე, რომ უფალთან წარსდგეთ პირდათელნი და თქვენი სულიერება უფრო განავითაროთ, სულიერი სამყარო უფრო განავითაროთ, გაწმინდოთ. ეს ეპისტოლე გადასარევად ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას, როდესაც ადამიანი მართლა არის ორიენტირებული მიწიერზე, მატერიალურზე, მოხვეჭაზე, დაგროვებაზე. ეს კარგად ჩანს საქართველოს დღევანდელობაში. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რაღაცნაირ ტრანსფორმაციაზე ჩვენი სახელმწიფო სისტემის და ვამბობთ იმას, რომ სამწუხაროდ ფეოდალური წესწყობილების დანერგვა მოხდა 21 საუკუნეა და რაღაც იმას დაუბრუნდით ფეოდალურ წესწყობილებას, გაჩნდნენ ახალი ფეოდალები, რომლებიც სწორედაც რომ არა იმ მაღალ მატერიებზე, სამშობლო, ეროვნული ინტერესები, იგივე განათლების სისტემა, სოფლის მეურნეობაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, ჩვენი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა, არა დააგროვონ, მოიხვეჭონ და ეს ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯზე ხდება სხვათა შორის, ამიტომაც არის რომ ეს ბიუჯეტი შემდეგ ვერ წვდება ჩვენი მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ასეთი ხალხი კი საქართველოში მრავლადაა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები ძალზედ ოპტიმისტურ ბრიფინგებს ატარებენ, გაღიმებულნი გვიყვებიან იმაზე, თურმე როგორ აყვავდა, აშენდა და გაბწყინდა საქართველო, რაც ყველას გაგვახარებდა. სამწუხაროდ რეალობა სულ სხვა არის. რეალობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენელთა ეს განცხადებები აყვავებულ და გაბწყინებულ საქართველოზე. თუ ეკონომიკა იზრდება, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაც უნდა იზრდებოდეს. ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტება არის, ძალიან მარტივი რამ არის. ეს კარგად ესმის ეკონომიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტსაც კი. მაგრამ ჩვენ გვარწმუნებენ იმაში, რომ ყველაფერი კარგად არის. კმაყოფილი ხართ, ბედნიერები ხართ.
ყველა ოჯახში მაცივარი სავსეა, არავის არაფერი არ უჭირს, ამიტომაც ყველა მიდის და მე იმის მიუხედავად მოწონთ თუ არ მოწონთ ქართული ოცნების კანდიდატი, მაინც ხმას აძლევენ ქართულ ოცნებას. ჩვენ გავიმარჯვებთ 60%, 70%, გაიმარჯვებენ, რა თქმა უნდა, აი ესეთი პროპაგანდის ნიაღვარი, დიდი საინფორმაციო ნაკადი, გალამაზების, შეფუთვის, გამოსწორების კი არა, აი ვითარების შეცვლისკენ კი არ არის ეს ყველაფერი ორიენტირებული. ორიენტირებული არის იმაზე, რომ რაღაცნაირად შეიფუთოს ყველაფერი ლამაზ ფერებში. ჩვენი პროგრამისტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ეკრანი ჩამქრალია და ვერ ხვდები, ვერ ვხედავ ტელემაყურებელის ზარი შემოდის თუ არა. შეგიძლიათ შემოგბრძანდეთ სტუდიაში და გაასწოროთ ეკრანი, არ არის პრობლემა. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ყოველი ადამიანი ორიენტირებული უნდა იყოს, მოიხვეჭოს არა მატერიალური, არამედ იზრუნოს საკუთარ სამშობლოზე, წვლილი შეიტანოს ამ სამშობლოს კეთილდღეობაში, დაეხმაროს ადამიანებს, შეეცადოს, რომ წვლილი შეიტანოს ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში. ხელისუფლება სწორედ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული, საკუთარ თავზე ნაკლები ფიქრი და ზრუნვა მეტი ხალხისთვის და მეტი თითოეული მოქალაქისთვის. თუ არის ზარი ხაზზე, შეგვიძლია ტელემაყურებელს მოусმინოთ და განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. მოგესალმებით, გამარჯობათ. თუ ხაზზე ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ, ხალბატონო. ისაუბრეთ. მოგილოცავთ ხელამდე. მეც გილოცავთ. გისმენთ ყურადღებით. ხალბატონო, გამოდენიმე შემოვედი მე ამას. ბრძანეთ, ნუ აყოვნებთ, ისაუბრეთ. ხალბატონო, მე ამ ხელაკაციო ვარ, 50 ხელაკაციო ვარ. და ესეთი რამე არ მინახია. ამოდენა პატიმარი, ამოდენა უბედურობა. ეს ყოფილი დიდი პრეზიდენტი ხალხი გამოკეთილება. დასასვენებელ პარტი რატო არ გადაახარ ციხეზე? მადლობ, დიდი მადლობა. ყველას მინდა ვთხოვო, როდესაც დარეკავთ ობიექტივის პირდაპირ ეთერის ნომერზე, დაიწყეთ საუბარი. არავინ არ გამოგეხმაურებათ ჩემს გარდა, მე მესმის თქვენი ხმა. ჩვენ საუბრობთ ყოველდღიურად იმ პრობლემებზე, იმ სატკივარზე, იმ საწუხარზე, რაც თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს ადარდებს, აწუხებს, აფიქრებს. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ სოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ვხედავთ გარესამყაროში რა ხდება და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო ამბებში ყველაზე პრიორიტეტული მთავარი ეს არის უკრაინის ომის დამთავრების თემა, თუმცა დამთავრდება თუ არა ეს ომი, ეს კიდევ სხვა საკითხია. ჩვენ ნახეთ გუშინ შედგა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, შემდეგ იყო უკვე გაფართოებული შეხვედრა ტრამპსა და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების და სტრუქტურების პირველ პირებს შორისა და ასევე ზელენსკიც ესწრებოდა იმ შეხვედრას და ბევრი განცხადებები მოვისმინეთ, რა თქმა უნდა დიპლომატიურ ტონალობაში, მაგრამ ყოველთვის უნდა წაიკითხოთ ქვეტექსტიც და ამ შემთხვევაში ქვეტექსტის წაკითხვაც არ იყო საჭირო, ძალიან მარტივად რომ შევაჯამოთ გუშინდელი დღე. მოკლედ ითქვა, სულ 3 პუნქტს გამოვყოფდი მე. პირველი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ძალიან მკაფიოდ უთხრა, რომ 350 მილიარდზე მეტი არის უკვე ამერიკის მხრიდან ფინანსური დახმარება გაწეული უკრაინისადმი. ეს ძალიან მასშტაბური
გრანდიოზული შეიძლება ითქვას თანხაა. მან გააკრიტიკა პრეზიდენტი ბაიდენის საკმაოდ მძიმე შეფასება მისცა მის მმართველობას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ბაიდენი იყო დაინტერესებული აი ამ ომით და არასწორად ხდებოდა ამ სახსრების გამოყოფა და შემდეგ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არანაირ იარაღს უსასყიდლოდ უკრაინას არ მიცემს, ის ყიდის იარაღს და ევროკავშირის ქვეყნებმა ნატომ შეიძინონ ეს იარაღი და მე ამ იარაღს მიცემენ თუ არა უკრაინას, ეს უკვე მათი საქმეა ნატოსა და ევროკავშირის, ანუ პირველი პუნქტი ძალზე მარტივია, ამერიკის შეერთებული შტატები ყიდის იარაღს ევროკავშირის ქვეყნებსა და ნატოზე და არავითარი ამ იარაღის ჰუმანიტარული გადაცემით უკრაინისთვის ის არ იქნება მომავალში დაკავებული. შემდეგ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეტენზიების საკითხი, იქ ლაპარაკი მიდის რა ტერიტორიები დაითმობა, როგორი ფორმით, ძალიან მკაფიოდ ესმის ტრამპს, რომ რუსეთი არ აპირებს არაფრის დათმობას და ასევე განცხადებაც იყო კონკრეტული, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომის დასრულება იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდება რუსეთის პრეტენზიებს. და ბოლოს ესეც საინტერესო პუნქტია, ტრამპი ესეც ღიად ითქვა, მოიფიქრებს ევროკავშირის ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტთან ერთად უსაფრთხოების რა გარანტიები შესთავაზოს უკრაინას. კიდევ ერთი ზარია ჩვენს ეთერში. ალო? გისმენთ? რადიო საფერის ფალებას. მეც გილოცავ. ქალბატონო ირმა, ეს მთავრობა არც ქვეყნის აღმშენებელია, დამღუპველია თუ არა ქვეყნის. ასე რომ მეორე ფერის ფალებას ღმერთმა ნუკლას ისევ ეს მთავრობა იყოს და ეს გუნდი რა გუნდიც არის ამ მთავრობაში. რატომ ფიქრობთ ასე? შეგიძლიათ რომ არაფერი კარგი საქმე არ დაუკეთებია ამას. არაფერი. თუდისმე. დიდი მადლობა. მადლობთ ზარისთვის თქვენი ჩართულობისა და აქტიურობისთვის. მე ხავ საუბრობდი იმ მოვლენაზე, რომლის მიმართაც მიპყრობილია მთელი მსოფლიოს ყურადღება, მოგეხსენებათ ჯერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს, ამას მოჰყვა შეხვედრა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ევროპული სახელმწიფოებისა და ევროსტრუქტურების ლიდერებს შორის და ასევე აგიხსენით სამი პუნქტი გამოვყავი, რა დასასრული ქონდა ამ ეტაპზე იმ შეხვედრებს. შემდეგ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ფიქრობ ძალიან საინტერესო ანალიზი კეთდება ხოლმე ობიექტივის პირდაპირ ეთერში ამ პროცესებთან დაკავშირებით და ისევ მინდა გადმოვიდე ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი ინტერესების დაცვისთვის გვჭირდება გონივრული სწორი პოლიტიკა და ეს ხშირად გვესმის ხოლმე, რომ მშვიდობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ჩვენ არანაირ ომში არ ჩავერთეთ. გუშინ ერთ-ერთმა ქალბატონმა დამირეკა გადაცემის მსვლელობის დროს და ხო იყო ასეთი საფრთხეო ომში ჩართვის. რა თქმა უნდა იყო. და ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც იწყებოდა ეს დაძაბულობა და ეს დიდი ტრაგედია უკრაინაში, იყო საფრთხე, რომ საქართველოც ყოფილიყო აი ამ ომში და ამ ტრაგედიაში ჩართული, ანუ მეორე მიმართულება ყოფილიყო საქართველო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა გუნდმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ჩვენც ვიღვაწეთ, რომ იტყვიან იმისათვის, რომ საქართველოზე შავი ღრუბლები არ გადმოსულიყო. კი ბატონო, არასდროს არ დამიკარგავს მე ხელისუფლების წვლილი ამ საქმეში, მაგრამ როგორც ეროვნულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და
ამიტომ იყო რომ ესეთი რისხვა მოდიოდა ჩვენზე. ყველა ფლანგიდან გვიტევდნენ ესენიც სხვათა შორის ქართული ოცნებაც და იქით ის ლიბერალური, ვითომ ლიბერალური ფლანგიც. და იყო საუბარი იმაზე, რომ რატომ დაწერეს ის წერილი პუტინის მიმართ და ჩვენ ქვეყანას ავაცილეთ განსაცდელი. ამაში წვლილი შევიტანეთ, დიდი წვლილი სხვათა შორის და მე ვატყობ, რომ ისეთი სიტუაცია ამ ქვეყანაში შენ თავზე თუ არ ილაპარაკე, აქ არავინ არ აღნიშნავს არასდროს არაფერს, რა გაგიკეთებია შენ. ეს კი არა, იმასაც გააფერმკრთალებენ, გადაფარავენ, თუ რამ გაგიკეთებია ოდესმე. მithქვამს მე ბევრჯერ რომ ჩვენ თვალწინ ისტორია იცვლება, ისტორიის შეცვლის და რაღაც ახალი ისტორიის დაწერის მოწმენი ვართ ჩვენ და ამიტომ საუბრობ მე ზოგჯერ იძულებული ვარ ვისაუბრო იმაზე რა გაგვიკეთებია ჩვენ. დღეს ჩვენ ხედავთ რომ წინა პლანზე არის დიპლომატია, რას ნიშნავს აი მაღალი დონის დიპლომატია, ამისი კლასი. ვნახეთ ჩვენ თუნდაც ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დროს და როგორი თბილი სიტყვები, როგორი ტკბილი ფრაზები ურთიერთის მიმართ გაჟღერებული, როგორი დაბალანსებული ჟესტიკულაცია, ყველაფერი ქვეტექსტი, პაუზა, ეს ყველაფერი არის დიპლომატიური ხერხები, მეთოდები, ეს არის დიპლომატია. ზოგჯერ პოლიტიკოს სულ არ უნდა ამ ტკბილი სიტყვის თქმა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტკბილი სიტყვა რაღაცას შეცვლის, ან პოზიტიურ წვლილს შეიტანს ამა თუ იმ პროცესში, ის არიშურებს ამას. და ტრამპი არის ამისი მაგალითი. ის ცდილობს რაღაცნაირად სამშვიდობო მსოფლიო გლობალურ სამშვიდობო პროცესებში დომინანტური როლი ითამაშოს, როგორც თავად აღნიშნა 6 ცხელწერტილში მოახერხა ამისი ჩაქრობა და ყოველ შემთხვევაში ძალისხმევას არიშურებს იმისათვის, რომ უკრაინის საკითხიც რაღაცნაირად რაიმე კონდიციამდე მივიდეს. ხა ძნელია ძალიან იმისი პროგნოზირება, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ვიცით რა, რომ რუსეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სინამდვილეში არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ჩვენ პოლიტიკანობასა და პოლიტიკოსებს შორის რა განსხვავება? აი ამ შეხვედრებმა მე მგონი ეს ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარ თავს რომ პოლიტიკოსებს უწოდებენ, უნდა აჩვენოს. პოლიტიკოსი იყო ნიშნავს გესმოდეს რა არის სასიკეთო შენი ქვეყნისთვის. არა აქვს მნიშვნელობა რომელ ფლანგზე იქნები. ხელისუფლებაში თუ ხარ, ეს აზრი შესიზღორცებული უნდა გქონდეს მაქსიმალურად და ასევე ოპოზიციაც იმას ნიშნავს, ოპოზიციაში ყოფნა, რომ ძილს კი არ უთხრიდე შენს სამშობლოს და შენს სახელმწიფოს. ასევე რაღაცა კეთილი წვლილი შექონდეს შენი ქვეყნის ცხოვრებაში. ეხლა ისევ ჩვენს სამშობლოს საქართველოს რომ დაუბრუნდეთ, ჩემი გადაცემების ლაიტმოტივია ხოლმე რა გვაქვს, რა სიკეთეები გვაქვს და რატომ ვერ ვიყენებთ ამ ყველაფერს ჩვენ. ძალიან აფიქრებს ჩვენს მოსახლეობას მონაცემები, რომელსაც ვავრცელებთ ხოლმე პერიოდულად იმის თაობაზე, ხილი ბოსტნეული რა შემოდის ჩვენთან. ძირითადად თურქეთიდან, ირანიდან, ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სხვადასხვა აზიური ქვეყნებიდან. ამ ქვეყნებს იმიტომ უსვამ ხას, რომ ხშირად მათ მიერ საქართველოსთვის მოწოდებული ხილი თუ ბოსტნეული არ არის იმ ხარისხის, რომ ჯანმრთელობისთვის იყოს უსაფრთხო. გაჯერებულია პესტიციდები და მთელი ტრაგედია მოყვება ხოლმე მე ასეთი კვების პროდუქტების სისტემატურ მოხმარებას და ეს ტრაგედია გამოხატულია ციფრებში, რომ სიმსივნური დაავადებების რიცხვი საქართველოში იზრდება. ზარია კიდევ ერთი ჩვენს ეთერში, ამიტომ
მეორე პუნქტი აქვე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, დახმარებაზე, სტიმულირებაზე, ეს უნდა იყოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. მოგესალმებით, გამარჯობათ. მოგესალმებით, ხალბატონო ინა, დღევანდელ დღეს გილოცავ თელკოლექტივს. მე თქვენი ტელევიზიიდან დაღვინებულ საუბრებს ვისმენდა. სხვებს რომ უსმენდა, არ ვიცი, ამ ხალხს რა პრეტენზია ორ სიტყვას არ გეტყვიან მართავს. მე რატო უნდა გაწუხებდეთ თქვენ და თქვენ კოლექტივს და ამ პოლიტიკოსებს და ამ პარლამენტარებს, ამ მინისტრებს უბრალო ამბავით გის 30 წლის განმავლობაში 9-ჯერ გამიძარცვეს დინა თბილისში, კვანში, სოფელში, მანქანა, 3 მანქანა გამიძარცვეს, ლევანდელი ჩემი მანქანა, ყლავაგდია მუხიანის პოლიციაში. მერა იკაიძე იყო, მერა დიდი ხანი თქვენთან ტრიალებდი. ხო და მერა იკაიძე იყო, გადაიღო სურათები, ყველაფერი, მაგრამ არაფერი შედეგი არ მოყოლია. მილიცია მაგდებს თავისგან დაგიჭერტო, როგორ თუ გამაქვს ეგ საუბარი სახალხოდ. ეს არის ბოზობაო და ხურდები კიდევ ვზიან, იმიტომ ეს ბოზობა არისო და ყველა ვზის და არ ვიცი. სირცხვილი არ არის ამოდაც მარტო რომ მე ვიყო ამ მდგომარეობაში, მოდის მოუხდის უყველას ვიტყვი, რომ სულელი ვარ, სტერი ვარ ყველა. ჩემ მდგომარეობაში ათასობით ადამიანი არის. კეთილი, იცით, ძალიან კერძო პირადული თემაა აი ეს თქვენი საკითხი და შეგვიძლია ეთერის შემდეგ ვისაუბროთ მე და თქვენ, იმიტომ რომ შემოვიდეს ტელემაყურებლის ზარები, ყველას მივცეთ საშუალება, რომ მათი პოზიციები დააფიქსირონ. კი ბატონო, კერძო საკითხებზე შეგვიძლია საუბარი, მაგრამ მაინც იმ თემებთან ვიტრიალოთ, რაზეც ვსჯელობთ და ეს კერძო საკითხი კადრს მიღმა გავიაროთ ერთად. წეგან გავწყვიტე საუბარი იმ იმპორტულ ხილბოსტნეულზე, რაც შემოდის საქართველოში. სხვადასხვა მონაცემებს გიზიარებთ ხოლმე და დღეს გეტყვით, რომ საქართველოში, აი ნახეთ და აკვირდით, წვანილის იმპორტი 55%-ზე მეტით არის გაზრდილი. ეს 2024 წლის ბოლო მეორე ნახევრის მონაცემებია და 2025 წლის დასაწყისის. და კიდევ ტენდენცია ზრდის არის, აი მიანიშნებს იმაზე სტატისტიკის სამსახურო, კიდე იზრდება წვანილის ხალხო, წვანილის იმპორტი. კიტრი შემოდის, პომიდორი შემოდის, ნიორი შემოდის, ქლიავი შემოდის, ატამი შემოდის, ხახვი შემოდის, წვანილი შემოდის. ეს სტატისტიკა უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ საერთოდ მოკლებულია სახელმწიფო ყურადღებას სოფლის მეურნეობის სექტორი. რეალური არ არის ის დახმარება, რაზეც გვესმის ხოლმე საუბრები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. წარმოება, აი გლეხმა რომ აწარმოოს ეს პროდუქტები, ესეც დაკავშირებულია სახსრებთან, გასაგებია. შემდეგ დგება მეორე ეტაპი უკვე მოყვანილი პროდუქციის რეალიზების, ის კიდევ უარესი პრობლემაა და სწორედ ამის გამო ჩვენ საქართველოს, რომელსაც გვაქვს პოტენციალი მოგვყავდეს ვაშლიც, ატამიც, ქლიავიც, იმ რაოდენობით, რომ ჩვენი მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, შემოგვაქვს ირანული, თურქული, ავღანური, პაკისტანური და ასე შემდეგ. აი იმ პროდუქტებით ხო ხდება დაპყრობა და მერე კიდე უკონტროლო მიგრაციითაც ხდება ჩვენი დაპყრობა და ეროვნული აზროვნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება ბრტყელ სიტყვებს კი არ ნიშნავს და გულისხმობს. ნიშნავს იმას, რომ ტენდენციები, რასაც აკვირდები და ხედავ და რაც სახიფათოა შენი სამშობლოსთვის, ძალიან ლამაზად, წყობრად და გონივრულად გამოასწორო. თვით ტრამპიც კი გუშინდელ შეხვედრაზე ძალიან ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რომ
აი ეს ტალღა მიგრაციის ტალღა შეაჩერა მან და კიდევ შეაჩერებს და აქ ლაპარაკია იმაზე რომ არალეგალები იმ მოცულობით ვეღარ შევლენ შეერთებულ შტატებში როგორც შედიოდნენ თვლის ამერიკის შეერთებული შტატები რომ ეს მისი სახელმწიფოსთვის საფრთხეა და ეხლა წარმოიდგინეთ სად ამერიკის შეერთებული შტატების პოტენციალი და სად ჩვენ პატარა საქართველო თუ კი ის ფიქრობს იმაზე რომ საფრთხე არის ესეთი უკონტროლო მიგრაცია შეერთებული შტატებისთვის განა ჩვენთვის ეს საფრთხე არ არის მით უმეტეს როდესაც ამ დარღვეულ ბალანსს ვხედავთ გარეთ რაც ხდება ზარი ჩვენს ეთერში კიდევ ერთი გამარჯობათ ქალბატონო გამარჯობათ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმის გულისთვის რომ სხვერპლის როლი მოირიქო და ზუსტად ის არის მანიპულაცია რომელიც ხალხზე მოქმედებს და ამიტომ არის რომ ხალხი ასეთ მდგომარეობაში თუ ეროვნული მთავრობა არ მოვა ხელისუფლებაში ამათგან სიკეთე არ გველის ეს არის ძალიან საშიში მთავრობა ასეთი საშიში მთავრობა ალბათ არასოდეს არ ყოლია საქართველოს კარგად გზამდებოდა მადლობთ თქვენი ჩართვისთვის სატელეფონო ზარისთვის ეს არის საშიში მთავრობა ბრძანა ქალბატონო უბრალოდ მინდოდა მეკითხა რატომ ფიქრობთ ასე რომ საშიშია თქო მაგრამ ვეღარ მოვასწარით თუ შეძლებთ კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდით და გაშალეთ ეს თემა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა დიდარი საკმაოდ დიდარი რესურსებით და ამ რესურსების 20%-საც კი არ ვიყენებთ სინამდვილეში ამიტომაც არის რომ ორიენტირებულები ვართ როგორ შემოვიტანოთ ირანული მწვანილი როცა ჩვენი ველმინდვრები ამ მწვანილისთვის გადასარევი ნიადაგია ამ მწვანილის მოსაყვანად არა იმიტომ რომ ჩვენ რომ ამაზე ვიყოთ ორიენტირებული ქართული ხილის ბოსტნეულის მოყვანაზე მხარდაჭერაზე სტიმულირებაზე მე აბა იმას როგორ გავუხსნათ გზა და გადახედეთ სოციალურ ქსელებს, გადახედეთ რამდენი განცხადება ვრცელდება 1 წლიდან დაწყებული 90 წლის ჩათვლით ადამიანები სხვადასხვა ისტორიებს გვიზიარებენ იქ ონკოლოგია, იქ სხვადასხვა კვების პროდუქტები ერთ-ერთი ხელშემწყობი გამაღიზიანებელი ფაქტორია ამის აუხარისხო კვების პროდუქტები. ამიტომაც არის იცით კვების უსაფრთხოება არსებობს ესეთი სასურსათო უსაფრთხოება არსებობს ასეთი მიმართულება რომ იტყვიან და ეს არის საერთოდ სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილი არის სასურსათო უსაფრთხოებაც და ჩვენ რომ მქონდეს ესეთი პროგრამა გააზრებული სასურსათო უსაფრთხოების მაშინ გაცილებით გონივრულ პოლიტიკას ვაწარმოებდით ჩვენ თუნდაც იმ შემოტანილს დავბეგრავდით სუბსიდირების მოცულობის ბეგარით აი მათი სახელმწიფოები რომ სუბსიდირებას დებენ ამაში კიტრი იქნება პომიდორი თუ ქლიავი თუ ხახვი იმ სუბსიდირების მოცულობის ბეგარას დავაკისრებდით საქართველოში შემოსატანად შევეცდებოდით გზა გაგვეხსნა ქართველი გლეხებისა და ფერმერებისთვის ამდენამაზე შეიძლება საუბარი და რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება მართლაც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ აი რომ ვთქვათ ოპოზიციას რა ფუნქცია აქვს მე ხარ მინდა საუბარი იმ ფლანგზე იმიტომ რომ კარგად ვხედავთ რაც ხდება ჩვენ ჯერ წლების მანძილზე ლაპარაკი მიდიოდა იმაზე რომ ჩვენ კეთილები ვართ და ისინი ბოროტები და ჩვენ აგვირჩიეთ თორემ დაინგრევა ქვეყანა მერე ის ბოროტები შეცვალეს ახლა სხვა გეგმით ვხედავთ ჩვენ რომ არის მცდელობა ჩაწიონ ნაციონალური მოძრაობა და ამოწიონ ლელო გახარია რაღაც ჩანაცვლები აი ეს არის ქართული ოცნების საკენკების დაყრის პოლიტიკა და რაღაცა მე თავს იწონებენ ამით რომ აჭკვიანური რაღაცა გაუკეთებიათ თურმე და ვხედავთ ჩვენ რომ სამწუხაროდ ძალიან დიდი სკეპტიციზმია მოსახლეობაში საერთოდ არჩევნების მიმართ
და ეს скеპტიციზმი ჩემთვის გასაგებია, იმიტომ რომ თუნდაც მე კონტაქტი მაქვს თითქმის ყველა რაიონთან, მუშაობს შტაბი და გვაქვს ეს ყოველდღიური კონტაქტი ჩვენს წარმომადგენლებთან და ძირითადად ქართული ოცნების კანდიდატები პოლიციური გამოცდილების მქონე ხალხი, პოლიციელები, სამართალდამცა ორგანოებში მომუშავეები და ასე შემდეგ და რაღაცა სად მივდივართ ჩვენ, რა მიმართულება გვაქვს აღებული. ზარი კიდევ ერთი. ისმის ჩემი. გადასარევად ისმის, ისაუბრეთ. გამარჯობა. მე ვარ 86 წლის კაცი. დიახ. ვარ სოფელ ძალისიდან. დიახ. მე ვიყავი თქვენი დამკვირვებელი სოფელ ძალისში. კარგად არ მესმის, რომელ სოფელში? ძალისში ვიყავი თქვენი დამკვირვებელი. ჩემი ხნის დამკვირვებელი კაცი არა ყოფილა ისე დროს არჩევნებზე. ხო და დავით გარეჯიდან თითქმის ბოლომდე სულ არ ყოფი მიტინგზე თქვენი. ხო და არ ვილაპარაკეთ სოფლის მეურნეობაზე. სოფლის მეურნეობაზე რომ ვილაპარაკეთ. დიახ. ზუსტად მაგაზე მინდა ვთქვა. სოფელ ძალისში რაც მოსავალი მოდიოდა, რა თქმა უნდა კომუნისტების დროს. ხო და თითქმის მთელ რაიონს კი არა, რალის ნახევარწმის აკმაყოფილებდა. და ამჟამად ხელი მინდორები ეკრია. სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ერთხელ ჩამოვიდეს ნახოს და გაფარიანოს. აი სოფელ ძალისში და გადახედოს. რა მომოვიდეს როცა მინდვრები წარეელია. არც მინდოდა ჩამოვარვებხა და მე კიდევაც თქვენი მხარდამჭერი ვარ. არჩევნებზე კიდევაც ვიქნები რა თქმა უნდა მხარდამჭერი თქვენი. დიდი მადლობა თქვენი ესეთი ხნეობისთვის, ესეთი იმედიანი სიტყვისთვის, მხარდაჭერისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, არ გვინახავს ჩვენ 16 წლის უკვე მოხუცებულები, რაღაცა ჩამქრალი და ესეთი ახალგაზრდები, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა თუ შენშია ეს ახალგაზრდული სული და ენერგია ჩქებს და ძალიან დასაფასებელია ეს. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გამარჯობათ. გამარჯობა. ისაუბრეთ. დღევანდელ დღეს მოგილოცა ქალბატონო მე მისმენთ, მე მგონია მე მისმენთ. გისმენთ, ყურადღებით გისმენთ ძვირფასო. ხო, ისა რაცია მარტო ლაპარაკი არ შველის საქმე. ნატანი ოზურგეთში ვცხოვრობ და ნატანებში მისვლამდე იმდენი მიწები, გექტრები, გაუქმებული, გაოხრებულია. ახალგაზრდები მოვიწვენ სახში მოვიწვიოთ აი ელეგენტები რომაა წასული მოვიწვიოთ მე ვიხმოთ სახში რა მე ტელევიზორს უნდა დაშორდეთ. ხო და მე მიანა მე მისმენდით საფერია მე არ ვიცი. თქვენ გისმენთ, ყურადღებით გისმენთ. ყურადღებით გისმენთ. თუ შეძლებთ კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდით, ნატანების პრობლემასთან დაკავშირებით საუბრობდით თქვენ, რომ ცარიელია მიწები, მოუვლელია, მოუხნელია, დაუთესავია და ამასთან დაკავშირებით გამოხატეთ თქვენი გულის ტკივილი, ტელევიზორს უნდა დაშორდეთ და თქვენი ხმა მეორდება და ეს აღარ გამეორდება. თუ შეძლებთ კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდით. ზარი ჩვენს ეთერში. გამარჯობათ.
განაჯობა მოგწონებული. გისმენთ. თქვენი დამკვირვებლების შენობრივი ხმობის ეხლა რაზეც ვისაუბროთ. ისეთ რამდენიმე ვისაუბროთ, ეს იყო შეგიძლიათ უკანონო. უბრალოდ ადამიანი ვარ, ეხლა ისე ვემოქმედე, როგორც საჭიროა. ეს ყოველთვის იმასთან მეგავსებე. უბრალოდ ადამიანი. საქართველოს გამოსაკლიდან დასასრულად არის მოსული ივანოვანი. სამწუხაროდ ძალიან ამას აკეთებს გეგმიერა. კეთილი, მადლობთ, ცუდად ისმის, დამაპატიოთ. როცა არის უხარისხო სატელეფონო კავშირი, ტელემაყურებელიც იტანჯება, იმიტომ რომ არ ესმის თქვენი ხმა და მეც ნაკლებად მესმის. ჩვენ ლაპარაკობთ იმ პრობლემებზე, რაც საქართველოს აწუხებს. აი, ძალისიდან დარეკა, ჩვენმა ხარდამჭერმა ნატანებიდან დარეკეს. მართლა წუხილი არის ჩვენ ხალხში იმასთან დაკავშირებით, რომ გვაქვს ეს ღვთით ბოძებული მიწაწყალი და არც ერთი გოჯი ამ მიწაწყლის არ უნდა იყოს მოულელი, მოუხნელი, დაუთესავი, ჩვენ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის გამოკვება. კი ბატონო, ეხა არ არსებობს აბსოლუტურად საკუთარ სურსათზე დამოკიდებული სახელმწიფო და ყველას შემოაქვს რაღაცა, მაგრამ აქაც ხომ უნდა იყოს გონევრულობა, რა რაოდენობა შემოგვაქვს, რა შემოგვაქვს, ჩვენ ხომ შეგვიძლია ჩვენი ვაწარმოოთ. გაცილებით ხარისხიანი სხვათა შორის. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ. მოგესალმებით ხალხო. მეც მოგესალმებით. თქვენ ბრძანეთ რომ ვისა არ კონტროლდება დრო იკარგება ძალიან გთხოვთ ჩემი თხოვნა უბრალოდ როდესაც დარეკავთ ისაუბრეთ მესმის მე თქვენი რაღაცნაირად მიქსი არის ეს დღევანდელი გადაცემა სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს თემატიკა იქნება სოფლის მეურნეობა პოლიტიკა საერთაშორისო პოლიტიკა განათლება თუ რა თემებიც არ უნდა შემოვიდეს ჩვენს დღევანდელ საუბარში ეს ყველაფერი ადარდებს აფიქრებს ჩვენს მოსახლეობას ზარი კიდევ ერთი პირდაპირ დაიწყეთ საუბარი გამარჯობათ გამარჯობათ. პირველად მოგხსნით თქვენთან. ძალიან კარგი. რაღაცა ყველა აგრონომი ვარ და ყველაფერი ვიცი რა ხდება ქვეყნად. ახლა რა მაინტერესებს იცი? ის ანაბრების საგისტე რა ესე იგი 2004 წლიდან არსებობს შვანია დროინდელის შექმნილი შიდავალის განსწავლებელი კომისია. და რა იქნებოდა მიწა მოეცათ ხალხისთვის. ხო, საქართველოს უცხოელებზე გაკიდა ეს მიწა და მე ვრძოლობ ამისთვის, მაგრამ შედეგს ვერ მივახციე. თქვენი დახმარება გჭირდება თუ მოხდით. მე 5% რომ მიიღეთ 5-ჯერ გამოვიცვალე იმ დღეს საქმე. იმიტომ რომ ვერმი რაიონიდან ვაძლევდი პირველად და კომისია თუდად მუშაობდა. 2-ჯერ მივედი იმ არჩევნების სადაც იყო ის. ტელევიზორი გამოთვლი, მაგრამ არ გამოდის რაღაცა კარგად ხმა არ მესმის. ისმის თქვენი ხმა, საიდან გვიკავშირდებით, ქალბატონო? მე თბილისიდან გიკავშირდებით, მაგრამ ანაბრებზე ბერიკო ზათიაშვილმა ადვოკატმა პროცესი მოიგო, მაგრამ მე უზენაესმა გაუქმდა და რა იქნება რომ რაღაცა მოგცეთ 80% უკვე მკვდარია და 20% დავჭირ. მადლობთ, კი ბატონო. საკეთელი თანხა დამრჩა ანაბრებში. კოოპერატივის რო ყოფილიყო მოვიგები პროცესს.
და ძალიან მთხოვთ რაღაცა იყო დავითაშვილი ამაზე მიწა მაინც მივცეთ ხალხო და ისამ იმხანაში გაიწუმრა და ძალიან გული შევდგება ამაზე. ამავდროულად მომხრე ვარ მაინც ყოველ შემთხვევაში ასე არა. დიდი მადლობა ანაბრების თემაზე. ჩვენ ყველა საარჩევნო რაც იყო 2014 წლიდან აი ამ არჩევნების ჩათვლით ერთ-ერთ თემად ანაბრების თემა გვაქვს გამოყოფილი და ბევრჯერ გვითქვამს რომ აი ამ 30 წლის განმავლობაში ეს დავალიანება გაწერილი რომ ყოფილიყო დიდი ხანია დაფარული იქნებოდა და გასტუმრებული ეს ვალი და იქ ფორმებზეც შეიძლებოდა ლაპარაკი თანხა თუ მიწა თუ რა მაგრამ ეს რომ გაკეთდეს ჩემო ძვირფასო ქალბატონო ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში რომ გადავწყვიტოთ ესა თუ ის საკითხი ძალიან რთული არის ოპოზიციური ფლანგიდან აი ამ ასეთი დიდი თემების გადაწყვეტა შეუძლებელია ამიტომ აიქ რომ მიბრძანდებით ხოლმე საარჩევნო კუთთან ყველას ვეუბნები მე ვინც რეკავს ამ ეთერში და რაღაცნაირად გთხოვენ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას იქ უნდა გააკეთოთ ისეთი არჩევანი და მოიყვანოთ ისეთი ხალხი ხელისუფლებაში და აეხლა საკრებულოებშიც, მერიებშიც, გამგეობებშიც, რომლებიც თქვენს პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანენ და გადაწყვეტენ მართლა. იქნება ეს რეგიონთან დაკავშირებული საკითხი თუ უფრო სხვა საკითხები. ზარია ხო კიდე ერთ გზარს მოვასწრებთ? გისმენთ. შეიძლება რომ გაასწოროთ ეს თქვენი ხაზი რომ დავიტანჯეთ მსმენელები რა ვინ კითხვას გაძლევთ როგორ პასუხს აძლევთ ხოლმე გავიგოთ რა ჩვენი ხაზი როგორ დაწესო თქვენი ხაზი სულასია წლობით ასია წლობით ქალბატონო ჩვენი ხაზი გაასწორეთ ეს ერთი ხაზი განე რა გიხით რომ ერთი ხაზი შეიძინოთ ნორმალური ესე ნუ ნერვიულობთ ქალბატონო დამშვიდდით ქალბატონო ჩვენი ხაზი გამართულად მუშაობს უბრალოდ როდესაც რეკავენ ზოგი ტელემაყურებელი რეკავს სახლის ტელეფონით ზოგი რაიონიდან და ცუდი ინტერნეტია და ამიტომ არის რომ ზოგჯერ ხმა არ ისმის და ნუ ინერვიულებთ ესეთ პატარა საკითხზე ძალიან გთხოვთ რა ღმერთმა არ მოგცეთ სანერვიულოთ ობიექტივის პირდაპირ ეთერის ხაზის პრობლემა და საკითხი. იმდენი სანერვიულოა, იმდენი საფიქრალია, რომ აი ამაზე მართლა ნუ ინერვიულებთ ესეთი ემოციით ამ საკითხს ნუ მიუდგებით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი ხაზი გამართულად მუშაობს, უბრალოდ სოფლიდან, რაიონიდან, მიუსავალი ადგილიდან ეკავს ზოგჯერ ადამიანი და იქ არ არის თლად გამართული სატელეფონო კავშირი. ცოტა დრო დარჩა ჩვენი გადაცემის დასრულებამდე. კიდევ ერთხელ მინდა ფერისცვალება მოგილოცოთ, გისურვოთ სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს და დავიწყე მე დღევანდელი გადაცემა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლედან პატარა ფრაგმენტით, რაც ფერისცვალებას ეხება და იგივე ფრაგმენტით მინდა დავასრულო. ჩვენ დღეს ვფიქრობთ რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე. მე მინდა ყოველ თქვენგანს და საკუთარ თავსაც ვუსურვო მაღლა ასვლა. მადლობთ.